მოგესალმებით ბატონო გუჯამ, მადლობა მასპინძლობისთვის და გილოცავთ ამ ახალი შესანიშნავი სივრცის გახსნას და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ აღნიშნულ სასტუმროზე საუბარი, რა ტიპის ინფრასტრუქტურას მოიაზრებს, რა არის ჯამური ინვესტიცია და შემდგომ უკვე საერთაშორისო ბრენდების ინტერესებს გადავიდეთ საქართველოსად. ბატონო, მადლობა, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს ტელემოყურებლებს. რაც ეხება თქვენს კითხვას რო დავუბრუნდე, აღნიშნული სასტუმრო ლაკინტაბაი ვითემეს არის ვითემის ერთ-ერთი ხაზი, 4 სკლავიანი ხაზი, რომლის აპგრეიდი გაკეთა რამოდენიმე წლის წინ თვითონ ბრენდმა ეს შეიძინა ესპანური კომპანიისაგან და დაიწყო მისი აქტიური განვითარება აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ნაწილში. თუმცა ცენტრალურ ევროპაში და ლათინურ ამერიკაში საკმაოდ განვითარებული და ისეთ პოპულარული ბრენდია. ეს არის ბიუჯეტური 4 სკლავიანი სასტუმრო, რომელიც არის სწორედ ის ნიშა, რა დონის, რა ტიპის, რა სეგმენტის მომხმარებელი ყავს საქართველოს დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მომხმარებლის დიდი ნაწილი და ჩვენს ზღვისპირა ქალაქს. ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ბაზრის შესწავლიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გავუკეთებინა სწორედ აი ამ ხაზის სასტუმრო. ეს არის პირველი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში და ჩვენს რეგიონშიც, მინდა გითხრათ. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა როგორც ჩვენი მხრიდან, ისე თვითონ ბრენდის მხრიდან და გაცილებით მეტად იზრუნებს ამ ბრენდის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე და კარგ შედეგებზე გასვლისათვის, ვიდრე ამას გააკეთებდა სხვა ბრენდის შემოყვანის შემთხვევაში. საქართველოს ნაწილში როგორი გაქვთ მოლოდინი, რომ ასეთი ბრენდის შემოყვანით ეს კიდევ დამატებით რაღაცა ტურისტულ ტრაფიკს გაზრდის და ამ ბრენდს ყავს თავისი სეგმენტი, რომელიც მათ შორის ბათუმისთვისაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს. დიახ, თავისთავად. არაერთი ჩვენ ამ ასეთი შედეგების ფაქტის მომსწრენი ვართ. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ სხვადასხვა შეხვედრებზე გაგვიხმოვანებია იმის შესახებ, რომ ჩვენ მუშაობთ არა მხოლოდ ვინთემ ჰოთელს და რიზორტთან, სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან, რომელზეც საუბრის საშუალებაც ალბათ შემდგომ მოგვეცემა. როდესაც ესაუბრებოდით ჩვენ, აი თქვათ, ვინთემს და მან მოიკვლია საქართველოს ბაზარი და ბათუმის ბაზარი და ნახა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ესა თუ ის ბრენდები არსებობდა, ამანაც ერთგვარი ინტერესი გამოიწვია, რომ ეს ბრენდი აქ შემოსულიყო. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი თავის ვიკენდზე საზაფხულო დასვენებებზე, თქვათ, გადაწყვიტავს თუ სად დაისვენოს ზღვისპირა რომელ ქალაქში ან რომელ ქვეყანაში წავიდეს, რომელიც არ უნახია ან კიდევ ერთხელ დაბრუნდეს, აუცილებლად აკვირდება, რა სერვისები არის იქ, რა დახვდება, რა სასტუმრო დახვდება და რით ისიამოვნებს, რით გაერთობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პატარა როლს არ თამაშობს იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც არის ამ ბრენდის მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნებში. აუცილებლად ითამაშებს ეს თავის დადებით როლს და ისახება შედეგებზე. მას მოყვება თავისი მომხმარებელი, ისევე როგორც მენეჯმენტ კომპანიას მოყვება თავისი მომხმარებელი, ბრენდს მოყვება თავისი მომხმარებელი. აი ასე ვთქვათ, ყველა გადაცემაში გიყურებთ და ეს მშვენივრად გოხდათ შემოწესრიგებული დრეს-კოდით ბრძანდებით, ხო? და დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს რომელიღაცა ჩვენი ფავორიტი ბრენდი და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდეთ, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც შეიხედავთ იმ თქვენს ფავორიტ ბრენდში. აი და ახლობით ესეთი სიტუაცია აქაც. ახსენეთ ზეგან ბრენდებიც და საინტერესოა, რამდენად რთული ან მარტივია მათთან მოლაპარაკებები, როცა ამერიკულ ევროპულ ბრენდებზე ვსაუბრობთ და კიდევ რომელ ბრენდებთან თანამშრომლობთ ამ ეტაპზე სამომავლო შემოყვანის და თანამშრომლობის კუთხით. კი ბატონო, მოგახსენებთ. მარტივი ნამდვილად არ არის. აქ ჩვენ ორი მოცემულობა გვაქვს. ერთი შეიძლება ავხსნათ ესე, რომ ბრენდი, რომელიც უკვე ოპერირებს რეგიონში ან შენს ქვეყანაში, მასთან შედარებით ნაკლებია მოლაპარაკების წარმოება. ჩვენ შემთხვევაში ვინდამე ფართოდ არის უკვე გავრცელებული საქართველოში, იმ პერიოდში აქტიურად იკიდებდა ფეხს, როდესაც ჩვენ მასთან მოლაპარაკება დავიწყეთ, ეს იყო ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ძველ წერტაღრის ხვამდე და ახალ წერტაღრის ხვამდე რო ვახსენებთ ხოლმე ისტორიაში პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ, აი ეს პერიოდი იყო დაახლოებით. აქტიურად იკიდებდა მაშინ ბრენდი ფეხს საქართველოში. მარტივი არ ყოფილა, თუმცა გავედით იმ შედეგებზე, რაზეც გავედით და ჩვენ გვინდოდა წამოგვეღო ისეთი ბრენდი, მისი ისეთი ხაზი, რომელიც ჯერ არ იყო საქართველოში ან რეგიონში გახსნიდა, ჩვენ იქნებოდით პირველი, იმიტომ რომ ამას ექნებოდა გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა თვითონ მათგან, მეტი ინტერესი, რომ მოხდეს ამის კიდევ უფრო მეტი და მეტი პოპულარიზაცია. რაც შეეხება ჩვენს სხვა
სხვა ბრენდებთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს არა მხოლოდ შესანიშნავ Windham Grand Hotels და Resort-თან, ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენელი და პარტნიორები Barcelo ჯგუფისა, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი ძალიან დიდი ქსელი ცენტრალურ ევროპას, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ლათინურ ამერიკაში. Barcelo Hotels ჯგუფიც არის იგივე ბიზნესით დაკავებული, მასაც აქვს სხვადასხვა სამვარსკვლავიანიდან ხუთვარსკვლავიანამდე ხაზები და თავისი კოლექციის მიმართულებაც, რომლისგანაც ჩვენ მივიღეთ ექსკლუზიური პარტნიორობის უფლება ჩვენს ქვეყანაში და თბილისში ვაშენებთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს Barcelos მასთან კოლაბორაციით. აი ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკება გაცილებით დიდხანს გაიწელა, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯი რეგიონში არათუ საქართველოში თურქეთის აქით უკვე ჩვენთან გადმოდგა ამ ადამიანებმა და საქართველოს არსებობის შესახებ მინდა გითხრათ, რომ რუკაზე მომიწია ახსნა სად ვიყავით, როგორ ვიყავით, საერთოდ არაფერი არ იცოდნენ ჩვენს შესახებ და ერთი წელი უმტკიცებდით, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი, უსაფრთხო და ასე შემდგომ, საერთაშორისო სტატისტიკების ორგანიზაციების მიერ აღიარებული სტატისტიკები მოვიყვანეთ, სად ვართ, როგორ ვართ ჩვენი ქვეყანა და ამის შემდგომ უკვე გამოხატეს ინტერესი და აქტიურად ვითარდებიან, აქვს სურვილი, რომ აქტიურად განვითარდნენ და ფეხი მოიკიდონ საქართველოს ბაზარზე. ორ ბრენდზე ვსაუბრობდით ახლა და თუ შეიძლება რომ ზოგადად ELT ჯგუფის პორტფოლიოზეც ვისაუბროთ, არსებული მონაცემებით რა არის უკვე შექმნილი, იმიტომ რომ საკმაოდ ჩთამბეჭდავ ციფრებზე იყო, ხო, იგუშინელში ხვადრაზეც საუბარი და მათ შორის როგორც ბრენდულ ნაწილში, ასევე აპარტამენტების ნაწილში, თბილისშიც, ბათუმშიც და თუ სხვა ქალაქებშიც არსებობს. კი ბატონო, მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას, ძალიან მოკლე პრეისტორია რო გავაკეთოთ, ჩვენ დავიწყეთ ეს საქმიანობა სულ რაღაც 2017 წლიდან. ძირითადად ჩვენი დეველოპმენტი, ასე ვთქვათ, ბაზირებული არის ბათუმში, იყო ბათუმში დღემდე აქ შექმნილი არის 10-მდე კორპუსი. აქედან დიდი ნაწილი პრინციპში უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში შესულია. ძალიან მცირე ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს და სულ რაღაც 2-3 წელიწადში დასრულდება. საერთოდ ჯამში 2-3 წლის მანძილზე აღნიშნულ ლოკაციაზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება 5000 აპარტამენტის ნომერი და 250 სასტუმროს ნომერი. 250 სასტუმროს ნომერში გულისხმობ 100 ნომრიან სასტუმროს Lakinta by Windhams და 150 ნომრამდე, 120-დან 150 ნომრამდე ისევ Barcelos სასტუმროს პრეზენტაციას მოვახდენთ ჩვენ. ოღონდ იქაც სხვა ხაზის მოლაპარაკებების ეტაპზე ვარ. უბრალოდ სამუშაო ეტაპზე ვართ. პირველი ეტაპი ესე შეთანხმებას მიღწეულია და სადღაც 3 თვეში დაახლოებით ჩვენ გავაკეთებთ ამის პრეზენტაციას თუ Barcelos რომელი ხაზის სასტუმრო გაიხსნება ჩვენთან. ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, რაც უკვე ვახსენე, თქვათ, ესპანური კვარტალი, რომელიც ჩვენს მიერ ესეც საკმაოდ წარმატებით ხორციელდება ეს პროექტი. ჩვენ ერთი წლის მანძილზე დავაანონსებთ, გამოვაცხადებთ 2 დიდ პროექტს. ერთი პროექტი ეს არის უკვე მიწა შევიძინეთ ამერიკის საელჩოს გვერდით 2 ჰექტარი, სადაც აუცილებლად იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი. ასევე ჩვენ დიდი სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სულ რაღაც 1 თვის წინ შევიძინეთ მიწა კახეთში. ეგოთ ეს არის გარე კახეთი, თბილისიდან 45 წუთის სავალზე, ორთაჭალა რო ავიღოთ დაახლოებით ესე 10 თვის წერტილად 45 წუთის დესტინაციაზეა. და მანდ უნდა განვავითაროთ უფრო გასაგები რო იყოს, აი დაახლოებით კოლექციონებს რო ეძახიან, თქვა Windham-ის კოლექციონი, Radisson-ის კოლექციონი, სხვადასხვა ბრენდების კოლექციონი. ესეთი მიმართულება აქვს ჩვენს ექსკლუზივ პარტნიორს Barcelo ჯგუფს. ეგ არის Royal Hideaways Asian Gardens. ესეთი აი ძალიან მაღალი დონის, ძალიან მაგარი კონცეფციის მქონე რიზორტი, სადაც ჩვენს მიერ გაშენებული იქნება 600-დან 650-მდე პრივატული ვილები თავის ინფრასტრუქტურით და 200-დან 250 ნომრამდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თავისი სრული ინფრასტრუქტურით, იქ ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილით იქნება თუ გოლფის მოედანი თუ აი რამე თუ არსებობს ბუნებაში გასართობი და სარელაქსაციო ის ლოკაცია გვაძლევს ამ ყველაფრის განთავსების საშუალებას. როდის არის დაწყების დასრულების თარიღი და ასევე ინვესტიციის მოცულობა თუ კი ბატონო, რაც შეეხება დიღომის პროექტს, რომელიც მე უკვე ვახსენე,
იქ დაახლოებით საინვესტიციო მოცულობა არის 100 მილიონი დოლარის და რაც შეეხება კახეთის პროექტს, სადაც ჩვენ უკვე სამუშაო დაწყებული გვაქვს ფაქტიურად და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩვენ შევძლებთ პროექტის გახსნას, მისი საინვესტიციო მოცულობას ჩვენ ველოდებით 400-დან 500 მილიონ დოლარამდე. ხომ არ ფიქრობთ, რომ დღესდღეობით აჭარაში განსაკუთრებით ძალიან ბევრი მიწოდება უძრავი ქონების გეგმაში კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებაა და მათ შორის სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ის ათვისება რომ მოხდეს, რაც დაგეგმილია, მოკლედ 10-15%-იანი ზრდა გვჭირდება ტურისტების. სამომავლო პერსპექტივაში ხო არ ხედავთ, რომ შეიძლება რაიმე ფორმის ჭარბი მიწოდების რისკები გაჩნდეს ქალაქში და ამის პრევენციისთვის თქვენ რას აკეთებთ და როგორია ხედვა? დიახ, ბატონო, რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია, მთლიანად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის ზოგადად და თუ გადავავლეთ სოფლიოს თვალს, არ დავაკონკრეტებ ქვეყნებს და ერთი თვის წინ სხვა მოცულობა იყო აღმოსავლეთ აზიაში და დღეს ერთი კვირის წინ სულ სხვა მოცულობა, რომელსაც თვითონ არ ელოდებოდნენ იქეთ, ცოტა ჩრდილოეთით, ცოტა სამხრეთით თუ ასე შემდგომ. მე ვფიქრობ, ყოველი ესეთი კრიზისული სიტუაცია უნდა შევძლოთ და შევეცადოთ ვაქციოთ შესაძლებლობად. დღეს არის კრიზისული სიტუაცია თქვენ შეფასებით? კრიზისული სიტუაცია სულ არის. უყურეთ მეტად თუ ნაკლებად. გააჩნია ამას როგორ შევხედავთ. ეხლა ჩვენ რა გონიათ, რომ პირობითად ვთქვათ, ცენტრალურ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, არ ვიცი, სადაც ტურიზმი ყვავის და სადაც მეტნაკლებად უფრო მშვიდად გრძნობენ თავს. კრიზის ქმნის თვითონ არა აუცილებელი ომი და უბედურება და პოლიტიკა იყოს ბიზნესი, ხო, კონკურენცია არის დაუშვათ. თუ ყველა გადაწყვეტავს, რომ რაღაც ერთი და იგივე ნივთი ამზადოს და რუტინულად ამას აკეთებს, ნუ კრიზისია უკვე. ხშირ შემთხვევაში ჩვენ სფეროში მოღვაწე კომპანიები აკეთებდნენ ერთი და იგივეს კოპირებას, ან უბრალოდ საცხოვრებელ კორპუსს, ზოგი დიდი კვადრატობით, ზოგი ნაკლებით, ზოგი მეტი ხარისხით, ზოგი ნაკლები ხარისხით, მაგრამ შინაარსზე ქონდა ერთი და იგივე. ზოგი აკეთებდა მხოლოდ აპარტამენტებს, რომელიც მარტივად იყო გათვლილი, მოვიდა ბუკინგზე, იქირავა, თქვა 24 საათი იცხოვრა, წავიდა. მაგრამ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის შინაარს, რომ გარდა ამ ლამაზი შენობისა, თუნდაც თავის თქვა კოშკებით მორთულს, რა შინაარსის მატარებელი იქნება ეს შენობა და ეს უბანი და მე ვინ იცის შენ შესახებ რომ შენის გავს. ხო? თუ ამისთვის არ არის საკმარისი შუა აზიელი, უნდა გააგებინო ევროპელს. თუ არ არის საკმარისი ევროპელი, უნდა გააგებინო ამერიკელს და ასე შემდგომ. ამიტომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა ის, რომ ეს გარკვეული კრიზისები დიდი შრომის ფასად და ზოგჯერ დანაკარგების ფასადაც გვექცია შესაძლებლობად. ჩვენ თავიდანვე ქონდა გააზრებული, რომ სწორედ ამ რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ყოფილიყავით მაქსიმალურად დივერსიფიცირებული და არ უნდა ვიყოთ არც ერთ ბაზარზე ჩამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს დღევანდელი მოცემულობით, დღევანდელი მდგომარეობით საკმარისი, ასე ვთქვათ, მომხმარებლები და ყიდველი და ბაზრებიც ასე თუ ისე ბაზრებსაც არ უჩივით, ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ახალ აუთვისებელ ბაზრებსაც ჩვენი წილი დამატებით მომხმარებელი წამოვიყვანოთ, რომ ვაი თუ არსებულ რომელიმე ბაზარზე რაღაც მოხდა, სწრაფად შევძლოთ შევსება. სამიზნე ბაზრები განვითარებაში. მე მაინც განვაზოგადებ ამ კითხვას, იმიტომ რომ ამისთვის მილიონებს ხარჯავთ, რომელია ჩვენი სამიზნე ბაზარი და ყველას თავისი თუმცა ბოლო დროს ბევრი საუბრობს ინდოეთზე, ჩინეთზე და ამ დიდ ბაზრებზე და არ ხედავს რაღაცა პოტენციალს. მართალებით, კი ბატონო, ეს ნაწილობრივ ხუმრობით, თუმცა ჩვენი სამიზნე ბაზარი რეალურად, რაც არ უნდა ჩვენ ახლა ვარდისფერი სათვალეებით ვიყუროთ, სანამ დიდი ნაკადი აქ საუბარია არა იმ 3 და 5%-ზე, რაც ბოლო წლები ჩვენ მქონდა ევროპიდან თქვა და ისეთ მაღალ განვითარებული ქვეყნებიდან ტურიზმის ნაკადი და ეს თანდათან იზრდებოდა ყოველ შემთხვევაში და იმედია გაიზრდება კიდე მომავალშიც, მაგრამ ამას ვერ დაველოდებით. ანუ ამ ზრდის ტემპს ვერ დაველოდებით. უნდა ვიმუშაოთ, რომ გავზარდოთ, მაგრამ ვერ დაველოდებით, მაგის ამარა ვერ დავჭერით. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვიმუშაოთ იმ დიდ სიმძლავრეებზე და იმ ბაზრებზე, რომელზეც მთელი დასავლელი სამყარო მუშაობს. ეს არის, რა თქმა უნდა, ინდოეთი, ჩინეთი, გალფის ქვეყნები,
ბრიტანეთი ზოგადად ძალიან საინტერესო ბაზარია, იმიტომ რომ მათი კულტურა უცხოეთში ინვესტირება და ჩვენ არც თუ ისე პატარა მომხმარებელი გვყავს დიდი ბრიტანეთიდან, ლათინური ამერიკიდან და ხმელთაშუა ზღვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხმელთაშუა ზღვის პირეთის ევროპული ქვეყნებიდან. ეხლა ძალიან გავაქტიურით გერმანიაზე, საფრანგეთზე, ჩრდილოეთ ნაწილზე, ასე ვთქვათ, ვისთვის უფრო მომხიბვლელია ასე თუ ისე ჩვენი შავი ზღვის პირეთი. მაინც რომ დავაკონკრეტოთ და დავავიწროვოთ პასუხი, დღეს ძალიან აქტუალურია გალფის ქვეყნები, ინდოეთი, ჩინეთი. თქვენი კომპანიაც მე შორის ხშირად საუბრობს, რომ საჭიროა ქალაქების ქვეყნის ბრენდინგი უფრო მეტად საერთაშორისო ბაზრებს და ამაში მხოლოდ კერძო ბიზნესი ვერ მოახდენს მოკლედ ინვესტირებას. რა ნაწილში ჭირდება, როგორ ფიქრობთ, თუნდაც აჭარას უფრო მეტად პოზიციონირება, სად არის აქ ბიზნესის როლი, სად არის მთავრობის როლი და დღეს როგორ აფასებთ არსებულ მდგომარეობას და მარკეტინგულ აქტივობას? ძალიან საინტერესო კითხვაა და ამაზე ჩვენი კომერციული დირექტორი ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, თუმცა საქმე გვაქვს რაში, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და თქვათ ჩვენი ძალებით ვცდილობთ რომ მოვახდინოთ კომპანიების კონსოლიდაცია, რომ მოდი ჩემი კომპანია კი არ გავარეკლამო, მხოლოდ ამ თქვენი კომპანია, მოდი რაღაც ბიუჯეტის შევქმნათ, ნაწილობრივ სახელმწიფო დაგვეხმარება და ქვეყანა გავბრენდოთ. ისევე როგორც თავიდან ეს გაიბრენდა უკრაინაში საკმაოდ ერთი ჩვენი მეგობარი წარმატებული კომპანიის მიერ. ისევე როგორც ესტონეთში ერთი პერიოდი მეტრო მიწისზედა მეტროებზე ხდებოდა ჩვენი საქართველოს სულის იყო სტიკერები და ეს გარეკლამებული ძალიან სიამაყით ვივსებოდით ამას რო ხედავდით იქ. ისე როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასე ვთქვა, ჩვენის ავად სახსენებელ პერიოდში ალბათ ხო რამდენი ქვეყანა შედიოდა, ხა შეიძლება რომელი გამომჩეს, უფრო მეტად ვართ ცნობილი ჩვენ საქართველო, ვიდრე დანარჩენ სამყაროში. რატომ? იმიტომ რომ მაშინ გაბრენდილი იყო, ასე ვთქვათ, ერთმანეთს შორის ეს ქვეყნები თუ უბრალოდ პოლიტიკის გამო ცნობადობა იყო მაღალი. ან ქვეყანას უნდა თვითონ ბრენდინგი რო გავაგონოთ მსოფლიოს, რომ დედამიწაზე არსებობს ესეთი მარგალიტი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. და როდესაც 4,500 მილიონით 5 მილიონ ვიზიტორზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები ბოლო წელს აჭარაში 5 მილიონის ნაცვლად 50 მილიონი რო ჩამოვა, ავტომატურად ეს პოტენციური მომხმარებლები უკვე გადაუნაწილდება კომპანიებს. მე შიგნით უკვე დაახვედრებ პერსონალურ რეკლამას. დღეს საქართველოს ტურიზმის, თუმცა უფრო მეტად უძრავი ქონების ნაწილში მექნება კითხვა, ვისთან შედის კონკურენციაში. როდესაც თქვენთან პოტენციური მყიდველები მოდიან, მე არ ვსაუბრობ აჭარაზე და საქართველოზე, სხვადასხვა ქვეყნები ვინ არიან ის ქვეყნები, რომლებსაც განიხილავენ, რომ საქართველოში გაკეთეს ინვესტიცია თუ სხვაგან. ძალიან საინტერესოა კონკურენციის ნაწილში რას მოვიაზრებთ. კონკურენციის ნაწილში ჩვენ მარტო გეოგრაფიულად არ მოვდივართ, პირობითად ბულგარეთთან, თურქეთთან, ზღვისპირა ქალაქებს გულისხმობ და კიდე სხვა ქვეყნები, რომელიც შავი ზღვის აუზში ასე ვთქვათ, პოზიციონირებს. ხმელთაშუა ზღვა ეხლა მაგას ჩვენ ცოტა დიდი დრო დაგჭირდება, რომ გავუწიოთ კონკურენცია. კონკურენცია იგულისხმება ასევე გამარტივებული მუდმივი ცხოვრების უფლების მიღება. თუნდაც შეზღუდული პირობებით გამარტივებული მოქალაქეობის მიღება. რაღაც ჩვენი ქართული პოლიტიკის გასაგებია ინტერესის დაცვით, მაგრამ უნდა იყოს ნათლად ცხადად, რომ თუ დააკმაყოფილებ ამ პირობებს, შენ გარანტირებულად მიიღებ მუდმივი ცხოვრების უფლებას. იმ კონკურენტ ქვეყნებში, ვინც ჩვენთან კონკურენციაში მოდის, იქ აქვთ, მაგალითად სლოვაკეთში, მაგალითად ბულგარეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, კვიპროსი სულ რაღაც ახალ აქციებს იგონებს, მოქალაქეობას ყიდდა 2 მილიონად რამოდენიმე წლის წინ. და ეხლა დეველოპერისგან თუ შეიძლება თქვა ინვესტირებას მოახდენ რაღაც 300,000-ისას, უკვე გაძლევს მუდმივი ცხოვრების უფლებას. ანუ ჩვენთან რაღაც არის, მაგრამ რეალურად არ მუშაობს. და რატომ არ ვიცი. ალბათ დიდი ძალისხმევის შედეგად იმუშავებენ ამაზე, მე როგორც ის დაწყებულია მუშაობა, მართალი გითხრათ, თუმცა ჩვენ კანონ პროექტის ინიციირებას ვაპირებთ ბიზნეს ასოციაციასთან ერთად, ბატონ ლევან მეფხაძესთან და კაკი საღირაშვილთან, სოსო ხაკაძესთან ერთად. აქტიურად ვიმუშავებთ უკვე შემდგომ თვეში. ვიცი, რომ ხარდაჭერისთვისაც მზად არიან, სურვილი აქვთ, თუმცა აქ ბევრი ფაქტორია მარტო ჩვენ სურვილზე და ჩვენი ქვეყნის ნებაზე არ არის დამოკიდებული. თუ არ მოხდა ქვეყნის ბრენდინგი და სულ ერთი აქ ქალაქის, რეგიონის, საერთაშორისო დონეზე თვითონ ქვეყნის ბრენდინგი, ცნობადობის გაზრდა, უბრალოდ რომ ჩვენ ესეთი მარგალიტი ვარსებობთ, რაზეც მე წინა კითხვაზე ვისაუბრე, რომ ერთი წელი დამჭირდა ადამიანებისთვის, გამეგო რომ
ეს არის საქართველო, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის თურქეთი, ზოგს თურქეთი გონია, ზოგს რუსეთი გონია. ანუ ზოგს შტატი ამერიკაში. ხო, მაგით ვსარგებლობთ, რომ from Georgia და რაღაცა ესეთი ვაუ და მე გვიწევს ახსნა ვინ ხარ და რა ხარ. ამიტომ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეხლა რაზეც მე ვსაუბრობთ, საერთოდ ამოაყირავებს ამ ბიზნესს და მინიმუმ 20-30%-ით ეგრევე პირველივე კვარტალში გაზრდის უძრავი ქონების ფაზს, ტურიზმის ნაკადს, შემოსავლების შემოდინებას და ასე შემდგომ. თუმცა ფასების კლება შეუძლებელია, იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ არ აშენდება, თორე ფასი ვერ დაიწევს. ფასი იმიტომ ვერ დაიწევს, რომ სამშენებლო მასალები, ეხლა ჩვენ ყველაფერს ჩვენ არ ვაწარმოებთ, ხო, გარკვეული რაღაც არმატურა რაღაცებიც, თქვათ, ბეტონის წარმოება ხდება, თუმცა ინგრედიენტები შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან, თქვათ, მომწოდებლები და ეს საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული. ძალიან მოკლედ ბოლოსკენ ასევე გუშინდელი ღონისძიების ფარგლებში ითქვა, რომ ილდი ჯგუფი აპირებს საზღვრებს გარეთ გასვლას. ამ ნაწილში როგორია გეგმები და უახლოეს პერიოდში შეიძლება კი ბატონო, მოგეთქვით, ჩვენ ორ ქვეყანაში დიდი ხანი მუშაობთ ჩვენ ამაზე, მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული პოტენციალი იმდენად საინტერესო იყო თვითონ საინვესტიციო გარემო და ის მოგების მარჟა და მოთხოვნა იმდენად სტაბილური იყო და დღემდე ასე თუ ისე თანაფარდობაში მოთხოვნა მოგების მარჟასთან იმდენად საინტერესოა, რომ ყოველ ჯერზე ფეხს ვითრევდით, რომ გაგვეტანა თანხა გარეთ და თქვათ უცხო ქვეყანაში გაგვეკეთებინა ინვესტიცია. თუმცა დივერსიფიცირებისათვის ეს აუცილებელია. ჩვენ ბოლო 4 წელი აქტიურად მუშაობდით, განვიხილავდით რამოდენიმე ქვეყანას, მათ შორის იყო საბერძნეთი, შორეული აღმოსავლეთი, თქვათ, ტაილანდი, ბალი, თუ არ ვცდები, ესტონეთი, კვიპროსი, ესპანეთი, ძალიან ბევრი აუდიტორული კომპანია დავიქირავეთ, საგადასახადო კანონმდებლობა შევისწავლეთ, დუბაისაც განვიხილავდით, თუმცა ჩვენ ბოლოს არჩევანი გავაკეთეთ ორ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყანაზე. ერთის ანონს წლის ბოლოს გავაკეთებთ და მეორეს ახალი წლის შემდგომ. აუცილებლად გაცნობებთ საკმაოდ საინტერესო პროექტები. ველოდებით თქვენგან სიახლეებს და საინტერესო ინტერვიუს. მადლობა რომ იყავით უძრავი ქონების დიდი მადლობა თქვენ თანამშრომლობისათვის, მეგობრობისათვის.